ავსტრალიელმა ქალმა 4 იდენტური ტყუპი გააჩინა, რისი მოხდენის შანსიც 15 მილიონში 1-ია. ეს ავსტრალიის ისტორიაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მასშტაბით ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევაა. ოჯახი უკვე ზრდიდა 1-დან 10 წლამდე ასაკის 4 შვილს, სრულიად მოულოდნელად ეს რიცხვი გაორმაგდა. ახლა მათ 8 შვილი ჰყავთ. 4-ვე ახალშობილი გოგოა. მეცნიერულ ენაზე ამ ფენომენს მონოზიგოტური 4 ტყუპი ეწოდება. მათ ჰქონდათ 4 სანაყოფე პარკი და 1 პლაცენტა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან განვითარდნენ, რომელიც შემდეგ 4-ად გაიყო. ეს წარმოუდგენელია. არ ვფიქრობთ, რომ ავსტრალიაში მსგავსი რამ ოდესმე მომხდარიყოს. მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა სულ 2 შემთხვევა ყოფილიყო. მსგავსი ორსულობა უკიდურესად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფებისთვის. გოგონები 22 კვირაზე საკეისრო კვეთით დაიბადნენ. ისინი ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მადლიერების ნიშნად მშობლებმა ერთ-ერთ ტყუპს ექიმის სახელი ალექსა დაარქვეს. ტირანოზავრი რექსის თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი მეტსახელად გასი 50 მილიონ 120,000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ამით მან ოფიციალურად მოიპოვა ყველაზე ძვირადღირებული ნამარხის სტატუსი კაცობრიობის ისტორიაში. გასი დედამიწაზე დაახლოებით 60-67 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის თავისი სახეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგად შემონახული ნიმუშია. სიგრძით 11.5 მეტრი, ხოლო სიმაღლით თითქმის 4 მეტრი, რაც სიდიდით ჩვეულებრივ ყვითელ სასკოლო ავტობუსს უტოლდება. ჩონჩხის აღმოჩენა კომერციულ პალეონტოლოგ თომას ჰაიტკამპსა და მის გუნდს უკავშირდება. 2021 წელს სამხრეთ დაკოტაში მდებარე რანჩოზე მათ თავდაპირველად მხოლოდ 1 ძვალი შენიშნეს. რთულ, მიყრუებულ და ლოგისტიკურად საშიშ პირობებში წლები ნამარხის ამოთხრას, გაწმენდასა და ჩონჩხის სრულაღდგენას კი უზარმაზარი რესურსი და შრომა დასჭირდა. მეცნიერები ნამარხების გაყიდვის პრაქტიკის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ ძვირადღირებული საკოლექციო ნივთები. თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად ჭკვიანი იყო ტირექსი, რა სჭამდა, როგორ მოძრაობდა, როგორ იყო მისი სამყარო და გარემო, ეს ნამარხი ნამდვილად უმთავრესი საგანძურია. იმედია ახალი მფლობელი დროებით მაინც გადასცემს მას მუზეუმს, რომ მხოლოდ მან კი არის სიამოვნოსამით, არამედ მილიონობით ადამიანმაც. იაპონელი სკოლის მოსწავლე ჯონაგაი მეორე კლასში იყო, როცა სახლში მერცხალა პეპლებს ზრდიდა. მან შეამჩნია, რომ ველური პეპლებისგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანის დანახვაზე მიფრინავდნენ, მის მიერ გაზრდილი პეპლები არ ფრთხებოდნენ. თითქოს მათ ახსოვდათ ის ადამიანი, ვინც მუხლუხოვობისას უვლიდათ. ამ იდეით შთაგონებულმა ბავშვმა წერილი მისწერა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორს. ჯონმა სთხოვა დახმარებოდა ექსპერიმენტის დაგეგმვაში. მეცნიერმა ბიჭის ენთუზიაზმი სერიოზულად მიიღო და თანხმობა განაცხადა. ჯომ კუნთების თერაპიის აპარატის გამოყენებით მუხლუხოვები ისე გაწვრთნა, რომ ლავანდის სურნელი უსიამოვნო ვიბრაციასთან დაეკავშირებინათ. პეპლებად გარდაქმნის შემდეგ 70%-მა მაინც აარიდა თავი ლავანდის სურნელს. მათმა ტვინმა სრული რეკონსტრუქცია განიცადა, მაგრამ შიშის მახსოვრობა დარჩა. ახალგაზრდა მკვლევარი აქ არ გაჩერებულა და პეპლების გამრავლება დაიწყო. პირველი თაობის შთამომავლობა, რომელსაც არასდროს განუცდია ვიბრაცია და არ გაუვლია წვრთნა, ინსტინქტურად გაურბოდა ლავანდის სურნელს. იგივე ქცევა გაიმეორეს მათმა შვილიშვილებმაც. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 თაობის განმავლობაში პეპლებმა მემკვიდრეობით ეპიგენეტიკური გზით მიიღეს ინფორმაცია საფრთხის შესახებ. ბებია პეპლის გამოცდილება შთამომავლობის ინსტინქტებში დაილექა. თავისი მრავალწლიანი შრომა ჯომ 33 გვერდიან კვლევით ნაშრომად აქცია. ის უკვე 11 წლისაა და კვლევებს აგრძელებს. ჩემი სახელია ჯონ ნაგაი. 11 წლის ვარ და იაპონიიდან ვარ. 6 წლის განმავლობაში ვიკვლევდი მერცხალა პეპლებს და აღმოვაჩინე, რომ მათ შეუძლიათ დაიმახსოვრონ ის, რაც მუხლუხოვობის პერიოდში ისწავლეს. ეს მეხსიერება კი 3 თაობის განმავლობაში ნარჩუნდება. მეცნიერებმა კონგოს აუზის ტროპიკულ ტყეებში მდინარე ლომამის გასწვრივ მაიმუნის სრულიად ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ის გამოირჩევა შავი ბეწვით, რომლის ფონზეც მკვეთრად ჩანს ნარინჯისფერ კრემისფერი ტუჩები და ღია რუხი ნიღაბი თვალების გარშემო. წინ გამოწეული ყბისძვლების სპეციფიკური ნაწყვეტები ყურებზე და რაც ყველაზე საინტერესოა, მხოლოდ 4 თითი. დნმ-ის ანალიზმა და მორფოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს დამოუკიდებელი სახეობაა. ამ სახეობის მომავლისთვის ვიმედოვნებ, რომ მოვიპოვებთ დაფინანსებას და ლომამის ეროვნული პარკი, რომელიც ამ სახეობის მთავარი თავშესაფარია, სათანადოდ იქნება დაცული.